ხშირად მძაფრ სიუჟეტიანი ფილმი, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ცდილობს ადამიანი თავის დაღწევას კუბოდან, როცა ის ცოცხლად დამარხეს, ჩვენში მძაფრ შეგრძნებებს იწვევს. ეს საკმაოდ უსიამოვნოა. ბევრი ნერვიულობს ასეთი სცენების დროს, მაგრამ ამ დროს ყველაფერი ძალიან მარტივადაა. შეგიძლია უბრალოდ ადგე და გახვიდე კინოთეატრიდან ან უბრალოდ გამორთო ფილმი შენს ტელევიზორში ან ლეპტოპში. თუმცა შემთხვევები, რაზეც დღეს მოგიყვებით, არც ისე მარტივია. აქ ადამიანს არ შეუძლია უბრალოდ ადგეს და წავიდეს. როგორც წესი, უმეტესი ადამიანი ღამეს საპირფარეშოში შედის, მაგრამ 2013 წლის მაისის თვეში ამ ბუნებრივმა მოთხოვნილებამ 29 წლის ჰარისონ ოკენე, ნიგერიელი მეზღვაურის სიკვდილს გადაარჩინა. 2013 წლის 26 მაისს ჰარისონი კაშხლის მზარეულად მუშაობდა ტუგბოს ჯაქსონ 4-ზე, რომელიც ნიგერიის სანაპიროს მახლობლად პატრულირებდა. იმ ღამეს, როდესაც ჰარისონი გემზე იყო, ძლიერი შტორმი მოხდა. გემი გადაიხარა და საბოლოოდ ჩაიძირა. 12 კაციანი ეკიპაჟიდან ვერც ერთმა წევრმა ვერ მოასწრო თავის დაღწევა. ყველა მათგანი დაიხოცა. გემი 30 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა ზღვის ფსკერზე. წყალი სწრაფად შეიჭრა გემში, ხოლო ჰარისონს, რომელიც იმ დროს საპირფარეშოში იყო, გამოსავალი აღარ ჰქონდა. გემის უმეტეს ნაწილში წყალი შევიდა, თუმცა ჰარისონმა შემთხვევით იპოვა პატარა ოთახი გემის შიდა ნაწილში, რომელიც წყლით არ იყო სავსე. იქ ჩვეულებრივ იყო ჟანგბადი. ამიტომაც ჰარისონმა გადაწყვიტა იქ დარჩენილიყო და კარი ჩაკეტა. ჰარისონი სრულიად მარტო იყო, სიბნელეში, 30 მეტრის სიღრმეზე, ფსკერზე ჩაძირული. მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ჟანგბადის მარაგი, რომელიც ნელ-ნელა იწურებოდა. კლაუსტროფობიისა და შიშის მიუხედავად, მან შეძლო მშვიდად დარჩენილიყო და რესურსები დაეზოგა. მას არც საკვები ჰქონდა და არც წყალი. ზღვის ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იყო, რაც მის გადარჩენას კიდევ უფრო ართულებდა. ჰარისონი გემში მყოფი გვამების სიახლოვეს იყო და მათი დანახვა ფსიქოლოგიურად ანადგურებდა. მან მხოლოდ იმედი შეინარჩუნა, რომ მაშველები დროულად მიაღწევდნენ მასთან. გემის ჩაძირვიდან მესამე დღეს, 28 მაისს, სამაშველო გუნდი ჩამოვიდა წყალში. ისინი ნიგერიის სამაშველო სამსახურის წევრები იყვნენ და ჩაძირული გემის დათვალიერებას ცდილობდნენ. მათ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ რომელიმე ეკიპაჟის ცოცხალ წევრს აღმოაჩენდნენ. როდესაც მყინთავები გემის შიგნით შევიდნენ, ჰარისონმა ისინი დაინახა და მთელი ძალით სცადა ყურადღების მიპყრობა. მყინთავები გაოცდნენ, როდესაც 60 საათის განმავლობაში გემის ფსკერზე ჩაძირულ ადამიანს ცოცხალს წააწყდნენ. ჰარისონს ჟანგბადის ნაკლებობისგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა იგი სრულიად გამოჯანმრთელდა. მას შემდეგ, რაც გადარჩა, ჰარისონმა განაცხადა, რომ გადარჩენა მხოლოდ სასწაულის დამსახურება იყო. მისი ამბავი შთაგონების წყაროდ იქცა მთელი მსოფლიოსთვის და დაამტკიცა, რომ ადამიანურ გამბედაობასა და ნებისყოფას შეუძლია ყველაზე რთულ პირობებში გადარჩენაც კი. ამ ამბის შემდეგ ჰარისონ ოკენე მოხვდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და გახდა წყალქვეშა გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი მაგალითი. სტივენ კუბაკი. სტივენ კუბაკი 23 წლის სტუდენტი სათხილამურო მოგზაურობაში მარტო წავიდა. მას დაახლოებით 1 ან 2 დღე უნდა დაეყო მთებში, თუმცა ის უკან აღარ დაბრუნებულა. მაშველებმა მისი ძებნა დაიწყეს და გადაწყვიტეს გაყოლობდნენ მისი ნაფეხურის კვალს, რომელიც მხოლოდ 180 მეტრს ითვლიდა და მდინარესთან მთავრდებოდა. ამ გარემოებამ მაშველებს აფიქრებინა, რომ კუბაკი სადღაც ყინულის სქელი ფენის ქვეშ გარდაიცვალა. სტივენ კუბაკი გაუჩინარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მიჩიგანის ტბის სამკუთხედის სახელით ცნობილ რაიონში. სამძებრო ჯგუფი უფრო მეტი ინტენსივობით ეძებდა ახალგაზრდა სტუდენტს. მაშველებმა კუბაკის მიერ დატოვებული ნაკვალევის მიყოლისას მიჩიგანის ტბის ნაპირას მისი სათხილამურო აღჭურვილობა აღმოაჩინეს. ასევე მისი ნაკვალევი ყინულის კლდეზე, რამაც იმედი გააჩინა, რომ თითქოს მიაგნებდნენ სტუდენტს, თუმცა ამაოდ. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ სტივენის ზურგჩანთასაც მიაგნეს, რამაც კიდევ ახალი იმედი დაბადა, რომ მას იპოვიდნენ, მაგრამ კუბაკი თითქოს მიწას ყავდა ჩაყლაპული. კვალი უამრავი იყო, თვითონ კი არსად ჩანდა. კუბაკი 1978 წლის 20 თებერვალს გაუჩინარდა. ის დაახლოებით 14 თვის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. მისი ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები უკვე შეგუებულნი იყვნენ იმ აზრს, რომ მას ვეღარასდროს ნახავდნენ. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 1979 წლის 5 მაისს სტივენი მამამისთან მივიდა სახლში. მან აღიარა, რომ ბევრი არაფერი ახსოვდა მომხდარზე. სანამ მამამის მიაკითხავდა, მას მშობლიური სახლიდან 40 მილის მოშორებით მინდორში გამოეღვიძა. ის შიშველი იყო და თან ჰქონდა რუკებით სავსე ზურგჩანთა, რომელიც მისი არ ყოფილა. როგორც თავად ამბობს, განვლილი 14 თვიდან არაფერი არ ახსოვს. საინტერესოა, რა დაემართა მას? ამნეზია?
ან იქნებ ამ ხნის განმავლობაში კომაში იყო. ნედავ როგორ მოახერხა სამაშველო რაზმისგან გათავისუფლება და თავის დაღწევა ისე, რომ ამ ხნის მანძილზე ის არავის უნახავს. ან საინტერესოა საერთოდ როგორ გადარჩა ცოცხალი. კითხვები და მოსაზრებები კუბაკის გაუჩინარებასა და შემდგომ გამოჩენასთან დაკავშირებით ძალიან ბევრია. თუმცა ყველაფერი ნისლით არის მოცული. კითხვები კი პასუხგაუცემელი დარჩა. ალბათ არც ისე უცნაურია ისეთი ისტორიის მოსმენა, სადაც ვიგებთ თუ როგორ გადაარჩინეს მაშველებმა უხერხულ ადგილას ჩავარდნილი ბავშვი ან პატარა შინაური ცხოველი. ეს არცაა გასაკვირი, პატარები ხომ ცნობის მოყვარეები, მოუსვენრები და დაუდევრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი ადამიანი გაცილებით გონიერია და მას შეუძლია მოსალოდნელი საფრთხის განსაზღვრა, მაინც არაა დაზღვეული მსგავსი სიტუაციებისგან. ჩვენი შემდეგი ისტორიაც ამას ამტკიცებს. 2016 წლის ოქტომბერში სამაშველო სამსახურში მეტად უცნაური ზარი შევიდა. ზარის შინაარსი შემდეგნაირი იყო. ერთ-ერთ გარეუბანში მაცხოვრებლებს უცნაური ხმა აწუხებდათ, რომელიც მეზობლის ბენიდან მოდიოდა. სამაშველო სამსახური მალევე გამოცხადდა ადგილზე. მათაც გაიგეს ეს უცნაური და საზარელი ხმა. როგორც ჩანს, ზრდასრული მამაკაცი ყვიროდა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ღრიალებდა. საინტერესოა, რომ მამაკაცი ბინის არც ერთ ოთახში არ იყო. მაშველებმა ის არც მეტი არც ნაკლები ბუხრის მილში იპოვეს გაჭედილი. საბოლოოდ კი აი ასეთ მდგომარეობაში ამოიყვანეს იქიდან. გაჭვარტული, შეშინებული და დიდი ალბათობით გაბრაზებულიც კი. საინტერესოა, როგორ მოხდა ან საერთოდ რა უნდოდა ბუხრის მილში. მსგავსი შემთხვევა მოხდა 2022 წელსაც მერილენდის შტატში. ჩვეულებრივი დღის მიწურულს ოჯახი დასაძინებლად დაწვა. გამთენიისას კი მოულოდნელად რაღაც ხმამ გააღვიძა ისინი. ხმამ, რომელიც კედლიდან მოდიოდა. ოჯახის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისვლისას პოლიციის თანამშრომლებმა მთელი სახლი ყურადღებით დაათვალიერეს, თუმცა საეჭვო და საგანგაშო ვერაფერი ნახეს, ამიტომაც ტერიტორია მალევე დატოვეს. მათი წასვლის შემდეგ დაახლოებით 30 წუთში უკვე მიძინებულ ოჯახის წევრებს კიდევ აღვიძებს უცნაური ხმა კედლიდან, თუმცა ამჯერად ხმა უფრო ინტენსიური და მაღალია. რა თქმა უნდა, მათ ისევ დაუძახეს პოლიციას. ოფიცრები მალევე გამოცხადდნენ ადგილზე. ამჯერად მათაც გაიგეს ეს ხმა და დაიწყეს ძებნა. როგორც ჩანს, ხმა კედლიდან მოდიოდა. ნენელა ცხადი ხდებოდა, რომ იქ რაღაც ცოცხალი იყო. პოლიციამ დამხმარე რაზმს დაუძახა. 24 ადამიანი 2 საათის განმავლობაში ცდილობდა კედლის დანგრევას ისე, რომ მის უკან მყოფი არ დაეზიანებინათ. საბოლოოდ მათ ცოცხალი და უნებელი უცნობი მამაკაცი ამოიყვანეს კედლიდან, რომელიც ზემოხსენებულის მსგავსად ბუხრის მილში იყო ჩავარდნილი და გაჭედილი. თუმცა საინტერესოა, რა უნდოდა უცნობ მამაკაცს სრულიად უცხო სახლში. ამ საქმეს რა თქმა უნდა პოლიციამ მიხედა და მამაკაცს გააცნეს თავისი უფლებები და გადაიყვანეს განყოფილებაში. ლოურენს ჯოზეფ ბადერი. ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი და უცნაური ისტორიით. ლოურენს ბადერი დაიბადა 1926 წლის 2 დეკემბერს. ის მამასავით სტომატოლოგი იყო. ჰყავდა ცოლი და 4 შვილი. 1957 წლის 15 მაისს ბადერი გაემგზავრა მივლინებაში. მაშინ ის 30 წლის იყო. ლოურენსმა თავის ორ სულ ცოლს დაურეკა და უთხრა, რომ მივლინების შემდგომ სათევზაოდ აპირებდა წასვლას და სახლში დროულად ვერ დაბრუნდებოდა. თუმცა დროულად კი არა, ბადერი საერთოდ არ დაბრუნდა სახლში. კლივლენდში გამგზავრების შემდეგ ბადერმა გადასახადები გადაიხადა და $400 ჩეკი გაანაღდა. ამის შემდეგ ის სათევზაოდ ოჰაიოში გაემგზავრა ერიის ტბასთან. მიუხედავად იმისა, რომ ბადერი საქმის კურსში იყო მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ, მან მაინც გადაწყვიტა თავისი საყვარელი საქმიანობით დაკავება. საკმაოდ შორ და სახიფათო მანძილზე წავიდა. ბადერმა იქირავა ნიჩბიანი ნავი და აღჭურვა დამატებითი განათებებით. ვაჭრებმა, რომლებმაც მას ნავი მიაქირავეს, იყვნენ ბოლოები, ვინც ის ცოცხალი ნახა. ბადერი გაემგზავრა 3 საათის შემდეგ კი ზღვაზე მძვინვარე ქარიშხალი ამოვარდა და რაც მოხდებოდა ალბათ თავადაც წარმოგიდგენიათ. მომდევნო დილას დაახლოებით 5 მილის მოშორებით იპოვეს ბადერის ჩემოდანი, 1 ნიჩაბი და ნავის რამდენიმე ნაწილი და გამოუყენებელი სამაშველო ჟილეტი. თავად ბადერი რა თქმა უნდა არსად ჩანდა. ორთვიანი საფუძვლიანი ძებნის შემდეგ მისი კვალი სრულად გაქრა, ამიტომაც მისი ძებნა შეწყვიტეს და 1960 წელს ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. ბადერს ქვრივი მეუღლე და 4 შვილი დარჩა. გარდაცვალებამდე ბადერმა მეუღლის სადაზღვევო პრემია გადაიხადა, რაც დაქვრივებულ მეუღლეს და ბავშვებს ძალიან წაადგათ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამდენიმე წლის შემდეგ ნებრასკას შტატში, კერძოდ ქალაქ ომაჰში გამოჩნდა მომხიბვლელი უცნობი მამაკაცი, რომელიც სამსახურს ეძებდა. ის ამბობდა, რომ საზღვაო ძალებში მსახურობდა 14 წელი. თუმცა გარკვეული პრობლემების გამო გამოუშვეს. უცნობმა თავი წარადგინა შემდეგი სახელით, ჯონ პრიცი.
ფრიცმა ბარმენად დაიწყო მუშაობა, ადგილობრივებს კი ძალიან ხიბლავდა მისი ცხოვრების წესი. ფრიცი კლასიკური მუსიკით იყო შეპყრობილი და ძალიან უყვარდა მშვილდოსნობა. იგი მომხიბვლელი, მხიარული და მიმზიდველი გახლდათ. მან მალევე მოიპოვა პოპულარობა შემოგარენში. ის ადგილობრივი რადიოსადგურის წამყვანიც კი გახდა. 1961 წელს ფრიცმა იქორწინა ქალბატონზე სახელად ნენსზე. ნენსიმ და ფრიცმა გადაწყვიტეს პირველი შვილი აიყვანათ, ამის შემდეგ კი მეორე ბავშვით შეეძინათ. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ჯონ ფრიცის კარიერული წინსვლა არ ჩერდებოდა. რადიოსადგურის შემდეგ ფრიცმა ადგილობრივ ტელევიზიაშიც დაიწყო მუშაობა. 1964 წელს მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, რის გამოც ცალი თვალი დაკარგა, თუმცა როგორც სხვები ამბობდნენ, თვალის სახვევი მას უფრო ორიგინალურს და მომხიბვლელს ხდიდა. 1965 წლის 2 თებერვალს გოგონას სახელად სიუზანს უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და უთხრა, რომ ჩიკაგოში სპორტულ გამოფენაზე მისულიყო. ზარის ავტორი გოგონას ბიძის, ლოურენს ბადერის ძველი მეგობარი იყო. გოგონა მივიდა გამოფენაზე. აქ ფრიცი, როგორც მშვილდოსნობის მოყვარული მამაკაცი, თავისი აღჭურვილობის დემონსტრირებას ახდენდა. სიუზანმა დაინახა თუ არა მაშინვე იცნო ბიძამის, მიუხედავად იმისა, რომ მას ის დაახლოებით 7 წელი არ ჰყავდა ნანახი. და თვითონ ფრიციც განსხვავებულად გამოიყურებოდა, მას თვალის სახვევი ჰქონდა და ულვაში ჰქონდა მოშვებული. სიუზანი მაშინვე მივიდა ფრიცთან და კითხა: შენ ლოურენს ბადერი არ ხარ, ბიძაჩემი, რომელიც 7 წლის წინ დაიკარგა. ფრიცი დაიბნა, თუმცა ვერაფერი გაიხსენა. როგორც ჩანს, მას სრულად ჰქონდა მეხსიერებიდან ის პერიოდი ამოშლილი, როდესაც ცხოვრობდა ისე როგორც ლოურენს ბადერი. ექიმები მას 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ვერ გაიგეს, იტყუებოდა თუ მართლა ჰქონდა რაიმე ამნეზიის მსგავსი. ბადერს ან ამის შემდეგ უკვე ფრიცს ბევრი პრობლემა შეექმნა ამ ამბის გამჟღავნების შემდეგ. მაგალითად, ნავის გაქირავების სერვისიდან დაწყებული სადაზღვევო კომპანიებით დამთავრებული, ყველა მას ფულის უკან დაბრუნებას თხოვდა. ამ ყველაფრიდან მალევე 1966 წლის 16 სექტემბერს ლოურენს ბადერი გარდაიცვალა როგორც ჯონ ფრიცი. ეს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული შემთხვევაა. ვიდეოს შემდეგ ნაწილში ვისაუბროთ გასაოცარ აღმოჩენებზე ოკეანის ფსკერზე. ნიუ-ჯერსი უამრავი რამითაა ცნობილი. აქ ხვდებით წყალქვეშა ლოკომოტივების სასაფლაოს. 1985 წელს აქ წყლის ფსკერზე აღმოაჩინეს 2 მატარებელი. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს მოდელები 1850-იან წლებში იყო გამოშვებული, მაგრამ არანაირი მტკიცებულება და საბუთი არ არსებობდა იმის, რომ ეს ჩაძირული მატარებლები ოდესმე დაკარგულად გამოცხადდა, ან მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ იყო 2 მატარებელი სანაპიროსთან ახლოს ფსკერზე? ან ვინ მოათავსა ისინი იქ? თითქოს და ისინი მოულოდნელად გაუჩინარდნენ და 100 წლის შემდეგ იპოვეს. ეს მატარებლები დღემდე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს დაივერებზე და მათ უამრავი მყინთავი სტუმრობს ყოველ წელს. ერთ-ერთი ვერსიით მატარებლები სპეციალურად ჩაყარეს ოკეანეში, რომ თავიდან მოეშორებინათ დანაშაულის სამხილოდ. მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი 160 წლის განმავლობაში წყალში იყო ჩაძირული, მათი კონსტრუქციები მაინც მთელია და კარგადაა შენახული. ზღვამ კარგად შემოინახა არტეფაქტები, რაც დღეს ადამიანებს გარკვეულ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახაობა იშლება ფსკერზე. დღეს დანამდვილობით ვერავინ იტყვის თუ რატომ ან როგორ აღმოჩნდა ეს ლოკომოტივები ოკეანეში. უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც მიჩიგანშია აღმოჩენილი, დღემდე უამრავი ტურისტის და მეცნიერის გაოცებას იწვევს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ დაივერი, მყინთავთ ფსკერზე და იქ მოულოდნელად იესო ქრისტეს გიგანტურ ქანდაკებას პოულობთ. ისტორია იმისა, თუ როგორ აღმოჩნდა ეს გიგანტური ქანდაკება მიჩიგანის ტბის ფსკერზე, კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ქანდაკება ერთმა ოჯახმა შეუკვეთა, მათ ის შვილის საფლავთან უნდა დაედგათ, მაგრამ ტრანსპორტირების დროს ქანდაკება დაზიანდა და რამდენიმე დეტალი მოსწყდა. ოჯახმა აღარ ისურვა მისი გამოყენება და სხვა ქანდაკება შეუკვეთა. მაგრამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს მიჩიგანში მცხოვრებმა მყინთავებმა, მათ მოათავსეს ის ფსკერზე. დაივერების მიზანი იყო ყველას, ვინც მიჩიგანის ტბის ფსკერს ეწვეოდა, იქ საინტერესო და ლამაზი სანახაობა დახვედროდა. ასევე ეს ქანდაკება იმ მყინთავების ხსოვნას ეძღვნებოდა, რომლებიც ამ ტბაში დაიხოცნენ. სწორედ ამიტომ მათ იყიდეს ეს ქანდაკება და მოათავსეს ფსკერზე და ის იქ დღემდე რჩება. მოდით ახლა ვიმოგზაუროთ ბალტიის ზღვის ფსკერზე, რადგან აქ კიდევ უფრო საინტერესო რამეს ვაწყდებით. ბალტიის ზღვა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში. მას ესაზღვრება სკანდინავიის ნახევარკუნძული, ჩრდილოეთ ევროპის კონტინენტური ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, ცენტრალური ევროპა და დანიის კუნძულები. 2014 წელს ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს უზარმაზარი ობიექტი, რომელიც ზოგიერთი მოსაზრებით უცხოპლანეტელობის ხომალდს მოგვაგონებს.
რა თქმა უნდა, როგორც კი ვინმე უცხო პლანეტელობს ახსენებს, საზოგადოებაში მაშინვე იწყება მითქმა-მოთქმა და მსჯელობა. თუ ისინი ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე იყვნენ. და თუ კი ეს მართალია, მაშინ როგორ აღმოჩნდა ის ბალტიის ზღვის ფსკერზე? ძალიან მალე ეს მოსაზრება გაქარწყლდა, რადგან დადგინდა, რომ ის არ იყო ხომალდი. ეს წრის ფორმის კლდის ნაგლეჯი იყო, რომელიც იდეალური სიმრგვალით გამოირჩეოდა. მოგვიანებით კვლევების შედეგად გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია, რომელიც შესაძლოა უზარმაზარი მეტეორის ნაწილია, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა უამრავი წლის წინ. რაც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ ბალტიის ზღვა უამრავ საიდუმლოს მალავს. ალბათ, როცა ზღვის ფსკერის არსებებზე ვსაუბრობთ, ყველას პატარა ზომის ბინადარი წარმოგვიდგება თვალწინ. რა სიტყვით თუ გეტყვით, რომ ოკეანის ფსკერზე ხვდებით არსებას, რომლის დანახვისთანავე გიჩნდება აზრი, რომ ის პირდაპირ საშინელებათა ფილმებიდან მოხვდა იქ. გიგანტური იზოპოდი. ის ენათესავება კრევეტებსა და კიბორჩხალებს, მიეკუთვნება ღრმა წყლების კიბოსნაირებს და ბინადრობს ოკეანის ფსკერზე, ძალიან დიდ სიღრმეზე. გიგანტური იზოპოდი არის აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი იზოპოდი. ეს წყალქვეშა მონსტრი ნებისმიერზე მოახდენს შთაბეჭდილებას თავისი შესახედაობის გამო. ნებისმიერი საშინელებათა ფილმი უბრალოდ საჭიროებს ამ გმირის არსებობას. მათი სიგრძე 36 სანტიმეტრია. ისინი უამრავი წლის წინ გაჩნდნენ ჩვენს პლანეტაზე. ბინადრობენ თითქმის ყველა ოკეანის ფსკერზე და დიდხანს შეუძლიათ საკვების გარეშე ყოფნა. იკვებებიან როგორც ცოცხალი, ისე მკვდარი ცხოველებით. მათი შესახედაობა შთამბეჭდავი და საშიშია. თითქოს და ის ფსკერზე ჩასულ ნებისმიერ წყალქვეშა გემს გაანადგურებს. თუ კი იზოპოდმა ვერ მოახდინა გავლენა თქვენზე, მაშინ რა სიტყვით ფსკერის კიდევ ერთ არსებაზე, ეს ბრტყელი ჭია. მისი შესახედაობა ნამდვილად არაა სასიამოვნო. პარაზიტი ან თავისუფალი მცხოვრები უხერხემლო ცხოველების ტიპისაა. სიგრძე 0.1 მმ-დან რამდენიმე მეტრს აღწევს. სხეული ფოთლის ან ლენტის მაგვარია. სიღრმეში ფსკერზე ბინადრობს ეგრეთ წოდებული წამწამიანი ჭია. ეს სწორედ ბრტყელი ჭიების ერთ-ერთი სახეობა. მათ აქვთ თითის ტარის, წვეთის, ფოთლის ან თასმისებური ფორმის სხეული, რომლის სიგრძე უკვე ამ შემთხვევაში 1 მმ-დან 35 სანტიმეტრამდე აღწევს. დაფარულია წამწამოვანი ეპითელიუმით, მარტივი ფორმები მოძრაობენ წამწამებით, მსხვილი კუნთების შეკუმშვით. შიგნიდან ორგანოთა შორის არეები პარენქიმითაა ამოვსებული. პირის ღრუ მოთავსებულია მუცლის მხარეს, სხეულის შუაში. პრიმიტიულ ფორმებში საჭმლის მონელობა განსაკუთრებული საჭმლის მომნელებელ უჯრედებსა და პარენქიმის განსაკუთრებულ ღრუებში ხდება. ისინი სუნთქავენ კანით, მიუხედავად იმისა, რომ არსებას არ აქვს არც სასუნთქი ორგანოები, ის მაინც საშიშია და შეუძლია სხვა არსებების განადგურება. ძირითადად ის დიფუზიით იკვებება. ნებისმიერ ზედაპირთან, სადაც გაჩერდება, შეუძლია აიღოს საჭირო ნივთიერებები და საკვები. ამ არსებას შეუძლია განახლება მას შემდეგაც კი, თუ შუაზე გაჭრიან ან საერთოდ დაანაწევრებენ. ეს მართლაც საოცრებაა. ამ ვიდეოზე კარგად ჩანს, როგორ ყავს შეპყრობილი მას კრაბი. წარმოიდგინეთ ახლა ეს ჭიები დიდი ზომისანი რომ იყვნენ, რას იზამდნენ. მთლიანობაში ჩვენი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. გმადლობთ, რომ უყურეთ ბოლომდე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, მაშინ გაუზიარეი შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. არასდროს გამოტოვო ახალი ვიდეო ჩვენთან. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.